საღამშვიდობის სამეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. იმედია, ყველანი კარგად გრძნობთ თავს. მე ცოტა გაციებული ვარ, ხმაზიც მეტყობა. მაგრამ მაინც მოვედი თქვენთან ვიდეოს ჩასაწერად. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ვრცელ გაშლებზე მაქვს ფასდეკლება, 60 ლარის ნაცვლად არის 40 ლარი, ერთი კვირის განმავლობაში იქნება ეს ფასი და შეგიძლიათ დამეკონტაქტოთ WhatsApp-ზე ან Viber-ზე. ტელეფონის ნომერია 591 16 33 35. დღევანდელი გაშლა იქნება ასეთი, დავიწყოთ ახლა. მიცივას არკანები. როგორც არიმართება თქვენი პირადი ცხოვრება აი ამ წლის ბოლომდე. ვინც ახლა აი ამ ვიდეოს უყურებთ, როგორც არიმართება თქვენი პირადი ურთიერთობები. ჯერ გავიგოთ რა ენერგიებში იმყოფებით ახლა, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენზეა ეს გაშლა. ვინც ახლა აი ამ ვიდეოს უყურებთ, რა ენერგიებში იმყოფებით აი ახლა. მეგობრებო, რა ხდება? აქ საკმაოდ ბევრი ცხრიანებია ძალიან და საკმაოდ ისეთ ენერგიებში იმყოფებით, მეგობრებო, ვერ ვიტყვი, რომ ახლა ძალიან კარგად გრძნობთ თავს. დაღლილები ხართ ძალიან, ვიღაცები შეიძლება ბევრს მუშაობთ ძალიან და აი ამით ხართ დაღლილები. ვიღაცებს ისეთი პერიოდი გაქვთ ზოგადად, რომ აი რაღაც სულიერად ხართ დაღლილები, მენტალურად, ძალიან ღამე განსაკუთრებით ძალიან ცუდად გრძნობთ ხოლმე თავს. იცით როგორი მომენტები გაქვთ სულ აი ახლა, ესეთ ენერგიებში ხართ, რომ აი ღამე შეიძლება არ გძინავთ. და ან კარგად არ გძინავთ, ან საერთოდ არ გძინავთ და დილით რო იღვიძებთ, აი სულ დაღლილად გრძნობთ თავს და აი თითქოს მე თქვენ რასაც აკეთებთ და მუშაობთ თუ რაც არის თქვენი ყოველდღიურობა, აი იქაც პლუსის ემატება და აი ძალიან გამოფიტული უენერგიოდ გრძნობთ თავს. თითქოს იცით როგორი მომენტია, აი ფონით სულ აი კვერთხებია რაღაც, რომ აი რაღაცა იცით როგორი სიტუაცია, რაღაცა მძიმე სიტუაციაში ხართ, ზედმეტი პასუხისმგებლობა გაქვთ საკუთარ თავზე აღებული, ბევრი დაბრკოლება გაქვთ გადასალახი რაღაცა ცხოვრებაში ყოველდღიურად და აი ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა თქვენზე, ძალიან გამოგფიტათ. ხო, გავაგრძელოთ, აბა რა ენერგიებში იმყოფებით კიდევ. ეს რა თქმა უნდა, აი ყოველთვის ვაკვირდები იმ ფაქტს, რომ არც ერთი ადამიანი თავისი ყოველდღიურობით და აი
თუნდაც კარიერით, ან ნებისმიერ სხვა პრობლემით ისე ცუდად არ იგრძნობს თავს, როგორც იმ დროს, როდესაც პირად ურთიერთობებში აქვს პრობლემა. აქ ძალიან გულგატეხილი ხართ, მეგობრებო. მაგრამ როგორი ენერგიები მომდის, იცი კი, აი ასეთი უენერგიო, იმედგაცრუებული, გულგატეხილი რაღაც, მაგრამ უყურეთ არჩევანი გაქვთ გასაკეთებელი, მეგობრებო. სამყარო გაძლევთ შანსს. აი ზუსტად ეს მომენტი მომდის. სამართლიან შანსს, იმას, რასაც იმსახურებთ თქვენ, მეგობრებო. ამ წუთას ეხლა თუ ვერ გრძნობთ ამ შანსს, ხო? აი ძალიან მალე მიხვდებით და იგრძნობთ, რომ თქვენ გაქვთ სამყაროსგან გამოგზავნილი შანსი. აი შეიძლება ასე პირდაპირ უცებ ვერ მიხვდეთ ამ ყველაფერს, მაგრამ აი როდესაც ეს სიტუაცია შემოვა თქვენს ცხოვრებაში და მიიღებთ, ხო? აუცილებლად უნდა მიიღოთ ეს შანსი. მიხვდებით, რომ სამყარომ გამოგიგზავნა იმის საზღაური, რა სიტუაცია, რა ენერგიებშიც და რა გრძნობებშიც და რა ემოციებშიც იმყოფებით ეხლა. აუცილებლად გექნებათ არჩევანი გასაკეთებელი და ეს არჩევანი როგორ უნდა გააკეთოთ, იცით? თუ ადრე არჩევანს, გადაწყვეტილებებს იღებთ მხოლოდ იმაზე მორგებულად, რომ ვინ რას იფიქრებს, ის როგორ იგრძნობს თავს, ეს როგორ იგრძნობს თავს, ჩემი ამ გადაწყვეტილების შემდეგ, აი ეს არჩევანი იქნება მხოლოდ საკუთარ თავზე მორგებული. და თქვენ ამას მიხვდებით, რომ აი ეხლა მე ჩემი თავი უნდა ავირჩიო. და ეს არჩევანი ზუსტად არის ის, რომ აირჩიოთ საკუთარი თავი. თქვენ შეიძლება ეხლა რეალურად იმყოფებით ისეთ ურთიერთობებში, აქ თასების რაინცაც მაჩვენებს სხვათა შორის, მეგობრებო, და ვფიქრობ, რომ იმყოფებით ამ წუთას ისეთ ურთიერთობაში, ან თუ არ გაქვთ ურთიერთობა ამ პიროვნებასთან, ზუსტად მის გამო ხართ აი ასეთ მდგომარეობაში, მეგობრებო, და თქვენ ძალიან მალე უყურეთ აქ როგორი პიროვნება ყავს, იცით? მესაკუთრე. აი არც გიშვებთ, არც ახლოს გიშვებთ, არც მისგან გიშვებთ, აი ესეთი პიროვნება. ოღონდ ეს რეალურად შეიძლება თქვენს გვერდით არ იყოს, მაგრამ თქვენ გრძნობთ ამ ყველაფერს, იცით? აი ადამიანი აკეთებს ისეთ რაღაცებს, იცის თქვენი გრძნობების შესახებ, იცით როგორც იტანჯებით მასთან ასეთი სიტუაციის გამო, როგორც ცუდად გრძნობთ თავს და აი ეს ადამიანი აკეთებს ყველაფერს, თუ არ გაქვთ ეხლა კონტაქტი, აი იცით როგორ რაღაცებს აკეთებს, რომ აი შეიძლება სოციალურ ქსელში დებს ისეთ ვიდეოებს ან სურათებს, რომ აი ვითომ კარგად მანიპულირებს რა ჩვეულებრივ და ეს იცის ამ პიროვნებამ ძალიან კარგად ადამიანის ქალის ფსიქოლოგია თქვენი განსაკუთრებით და ზუსტად აი ამის გამო, აი ამ რაღაცების ყურების, აი ამ მისი ასეთი მანიპულაციების გამო ხართ აი ესე ცუდ დღეში, ცუდი მენტალური მდგომარეობა გაქვთ, უენერგიოდ გრძნობთ თავს, არაფრის გაკეთების სურვილი და თავი აღარ გაქვთ, მეგობრებო, რადგან თქვენ საკმაოდ ბევრი გააკეთეთ, საკმაოდ ბევრი აიგეთ ამ ურთიერთობაში საკუთარ თავზე. ვინ რა მოკლედ ანუ ესე ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ იმ ადამიანის გასაკეთებელსაც თქვენ აკეთებდით და აი ეს სიტუაცია ამ ყველაფერმა ძალიან გამოგფრიდათ, მეგობრებო. ქალური ენერგიები დაგაკარგვინეთ ყველანაირად. ნუ ამ ყველაფერს ახლა აღარ ჩავუღრმავდები და გეტყვით იმას, რომ თავარი ის არის, რომ თქვენ გეძლევათ შანსი. თუ აი ეხლა ამ წუთას, რა თქმა უნდა, ვერ გრძნობთ აი ამ შანსს, ვიღაცებთან შეიძლება უკვე იგრძნობა ეს ყველაფერი. ძალიან მალე შემოვა თქვენთან ის შანსი, რომ თქვენ აი ესე მოულოდნელად
და ძალიან სწრაფად გადაწყვეტთ, რომ საკუთარი თავი აირჩიოთ. და აი ზუსტად აი ამის შემდეგ დაიწყება ახალი ცხოვრება თქვენს რეალობაში. ახალი ფურცლიდან დაიწყებთ ცხოვრებას. ახალი შანსი ნიშნავს ნებისმიერ რამეს, ხო? ნებისმიერ ახალ რამეს, ახალ პარტნიორს, ახალ კარიერას, ახალ სიტუაციას, რაღაცა არ ვიცი, ნებისმიერ რაღაცა. და პირველ რიგში ის, რომ თქვენ საკუთარ თავს, თქვენ დაინახავთ თქვენ საკუთარ თავს, აირჩევთ რა მომენტს იცით, რომ აი მთელი თქვენი ეს რესურსები, ენერგია, დრო, ყველაფერი მოახმაროთ საკუთარ თავს მხოლოდ და არა იმ პიროვნებას, ვინც საერთოდ ვერ ხედავს და პირიქით საკუთარ თავზე მორგებულად იყენებს აი ამ თქვენს რესურსებს ძალიან კარგად. და აი ამდენმა გაცემამ და უკან არაფრის მიღებამ გამოგფიდათ და გაკარგუნეთ საკუთარი თავი. გული გაგიტეხათ, მეგობრებო. მაგრამ სამაგიეროდ ძალიან დიდი შანსი გექნებათ სამყაროსგან. ძალიან მალე. საინტერესოა. ხო, მოდი გავაგრძელოთ ახლა და რა საკითხზეც გქონდა გაშლა. ანუ თქვენს პირად ურთიერთობებში როგორ ვიკითხეთ წეგან, როგორ წარიმართება თქვენი პირადი ცხოვრება აი ამ წლის ბოლომდე. მოდი ვნახოთ. აი ახლა ასეთ სიტუაციაში რომ იმყოფებით ასეთ ენერგიებში, როგორ წარიმართება თქვენი პირადი ურთიერთობები ამ წლის ბოლომდე. აი მე ისეთი გაცილებული ვარ, მეგობრებო. იმედია მალე გადამოლისწორო ვინტანს, მაგრამ აი მე განსაკუთრებული რეაქციები მაქვს გაცილების სიმპტომებზე. როგორ წარიმართება თქვენი პირადი ცხოვრება აი ამ წლის ბოლომდე. ძალიან საინტერესოა. რა ხდება აქ ახლა? მეგობრებო, ძალიან მალე იმდენი კვერთხებია, აი აქაც უყურეთ ფონი კვერთხების რვიანი, ანუ ძალიან მალე გექნებათ, აი იცით როგორი გვექნება მეთქი რომ თქვი, შეიძლება მეც მქონდეს. აბა ვნახოთ. ძალიან მალე გექნებათ ისეთი სიტუაცია, როგორც წეღანი გითხარით, არჩევანს გააკეთებთ საკუთარ თავზე მორგებულად. აქ ეხა ორიანების თასებს კი მიჩვენებს, მეგობრებო. მაგრამ როგორი მომენტია იცით, აი აქ უფრო იცით როგორი ენერგიები მომდის? ვიღაცასთან შეიძლება რეზონირდეს როგორ ახლა, გეტყვით. ადამიანისგან, ვისგანაც იყავით დაბლოკილი თქვენ, ან ის იყო მას ყავდით დაბლოკილი სოციალურ ქსელში, ან თქვენ ყავდათ, მოკლედ, შეიძლება არც ყავდათ ერთმანეთი დაბლოკილი, მაგრამ არ ეკონტაქტებოდით ერთმანეთს, აი ეს სიტუაცია არჩევანი გაკეთდება მოკლედ ამ სიტუაციაში და გადავა დიდ სტაბილურობაში ძალიან მალე, აი დაიმახსოვრეთ. ძალიან მალე გადახვალთ დიდ სტაბილურობაში. სიტუაცია ვისაც გქონდათ ასეთი, რომ აი ძალით იყავით დაბლოკილები ერთმანეთისგან რა, აი არ ეკონტაქტებოდით სპეციალურად, დაპაუზებული ურთიერთობა იყო და ასე შემდეგ, არჩევანი იყო მოკლედ გასაკეთებელი ამ ურთიერთობაში, გაკეთდება არჩევანი
და ეს ურთიერთობა გადავა ძალიან დიდ სტაბილურობაში. კი ბატონო, კიდევ რა სასიამოვნო სიახლე შემოვა თქვენს პირად ცხოვრებაში ამ წლის ბოლომდე? ეს ვახ მეგობრებო, არ ვიცი ხა, აი აქ თავში თქვენი ენერგიები რაც წავიკითხე, ხო? იქიდან გამომდინარე ვიძახი. ნუ ადამიანი, რომელიც აქ შეიძლება ითქვას, რომ ორი პიროვნება გამოჩნდება და რაღაც, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქ უფრო სხვა სიტუაცია არის. აი იცით როგორი? ადამიანი, რომელიც აქამდე მხოლოდ ემოციებით და რაღაცა სიტყვებით შემოიფარგლებოდა და რეალურად არაფერს არ მოქმედებდა თქვენთან ურთიერთობაში, ეს ადამიანი გადავა ქმედებებზე, მოკლედ. ძალიან საინტერესოა. დავიჯერო ხე ის პიროვნება არის, ვის გამოც თქვენ ასე ცუდად გრძნობთ თავს. ეს ძველი არჩენს სხვათა შორის. აი ის პიროვნება არ არის, ვის გამოც თქვენ ასე ცუდად გრძნობთ თავს სხვათა შორის. ეს არის ადამიანი, ვიღაცა შეიძლება ახალი პიროვნება გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში და თავიდან მხოლოდ იცით როგორი იყოს, აი თქვენზე შთაბეჭდილება რომ მოახდინოს, ემოციებზე გამოგიწვიოთ, რაღაცა ესა ბედნიერად გაგრძნობინოთ თავი და რაღაც, ხო? აი ეს სიტუაცია იქნება ამ პიროვნებას ოღონდ მხოლოდ სიტყვებით. და შემდეგ უკვე გადავა ქმედებებზე და აი ეს მისი ქმედებები და ჰარმონიას წარმოშობს თქვენს ურთიერთობებში. აი მანამდე იცით როგორი სიტუაცია იქნება, რომ ზერელეთ რა, ანუ ესე უფრო ზედაპიროდ კი კარგად გაგრძნობინებთ თავს ძალიან, აი რაღაც ქალურ ენერგიებში გადაგიყვანთ ეს პიროვნება ძალიან, აი თავისი ეს კომპლიმენტებით, სიტყვებით შეგაქებთ, საჩუქრებით შეიძლება გაგანებიროთ და ასე შემდეგ. მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ ქმედებები შეიძლება თავიდან არ იყოს ეს ქმედებები და აი მერე რაღაცა დროის შემდეგ გადავიდეს უკვე ქმედებებზე, რაც მოგიტანთ ამ პიროვნებასთან ესეთ ოჯახურ სტაბილურობას და ჰარმონიას. ესეც მოხდება. ძალიან საინტერესოა. კიდევ რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში ამ წლის ბოლომდე. ვინც პირველად მიყურებთ, გეტყვით, რომ ჩემთან ვარიანტები არ არის და ასე ბევრჯერ იმიტომ ვკითხულობ, რომ ვიღაცასთან ერთი რეზონირდება, ვიღაცასთან მეორე. ამ სიტუაციაში ასევე კიდევ ვიტყვი, იცით რას, რომ შეიძლება ეს ერთი პიროვნება იყოს, ეხლა რადგან საჯაროა, ამიტომ ვამბობ ესე რამოდენიმე ვარიანტს და შეიძლება იყოს ის სიტუაცია, რომ ორი პიროვნება გამოჩნდეს აი ამ წლის ბოლომდე თქვენს პირად ცხოვრებაში. მაგრამ აქ რადგან ცოტა ისეთი არჩევანს არ მიჩვენებს ეს ტარო, ხო? ვფიქრობ, რომ უფრო მეტად რეზონირდება ის, რომ ეს ერთი და იგივე პიროვნება არის, გაიგე? ანუ ერთი და იგივე პიროვნება, ჯერ უბრალოდ ესეთი ემოციური ფონი ექნება, ემოციებით, კომპლიმენტებით გაგანებიროთ და შემდეგ გადავა უფრო ესეთ ქმედებებზე ეს პიროვნება. ხო, კი ბატონო. კიდევ რა სასიამოვნო სიახლე, თუ როგორ წარიმართება კიდევ თქვენი პირადი ცხოვრება აი ამ წლის ბოლომდე. ვინც აი ამ ვიდეოს უყურებთ.
ოხ, რა საინტერესო. მეგობრებო, აი ეს უკვე რა სიტუაცია იცით? აი თავში რომ გითხარით, რომ ზუსტად ეს თასების რაინდი იყო თავში წამოსული, ფონად და ვის გამოც ხართ მეთქი ასეთ სიტუაციაში, ზუსტად აი ეს პიროვნება გამობრწყინდება თქვენთან, მოულოდნელად, აი როდესაც არ ელოდებით საერთოდ, აი ისეთ დროს მოგადგებათ და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ იცით რას ვიტყვი, ეხლა წეღან კი თქვენ ხართ ესეთ მდგომარეობაში და თქვენ გასცემდით ბევრს და სულიერად დაცარიელდით, უენერგიოთ და აი ესეც სულად გრძნობთ თავს, ხო, ამ პიროვნების გამო, მაგრამ რეალურად უყურე როგორ სიტუაცია გაქვთ, იცით, რაღაცა მენტალური კავშირი გაქვთ მუდმივად თქვენ და ამ პიროვნებას ერთმანეთთან. და ეს ადამიანი გადაწყვეტს, რომ თქვენსკენ წამოვიდეს. ოღონდ აი აბსოლუტურად ტრანსფორმირებული. რა საინტერესოა, ღმერთმა ქნას. მე მჯერა ადამიანების შეცვლის სხვათა შორის თუ თვითონ მოინდომა, რა თქმა უნდა ადამიანმა, სხვა ვერავინ ვერ შეცვლის. სულ რო კვდებოდეს იმ ადამიანის გამო, თუ პიროვნებას თვითონ არ უნდა რომ შეიცვალოს, ვერ შეიცვლება ვერავის გამო. და ეს პიროვნება ძალიან საინტერესოა, მეგობრებო. ტრანსფორმაცია რაღაცა თქვენს ურთიერთობაში ძალიან დიდი და ეს პიროვნება ბრუნდება თქვენს ცხოვრებაში დიდი პასუხისმგებლობით. შეხედეთ, აქ თქვენ მონეტების დედოფლად ამოხვედით, მონეტების მეფე, რაღაცა წყვილად. საინტერესოა. რითი მოდის ეს პიროვნება, აბა ვნახოთ, მეგობრებო, რითი მოდის. რითი მოდის ეს პიროვნება თქვენს ცხოვრებაში. ეს რას ნიშნავს? მეგობრებო, არ ვიცი ახლა მასთან რა სიტუაცია არის მის ცხოვრებაში. შეიძლება რამე არჩევანი აქვს გასაკეთებელი, ოღონდ ესე კონკრეტულად არ ვიტყვი მაინც და მაინც რა არჩევანი, შეიძლება სხვა პარტნიორი და თქვენ შორის, შეიძლება რაღაცა სიტუაცია, სადაც თქვენ შორის შეიძლება უბრალოდ თავისუფლების დათმობა არ უნდა და რაღაცა პასუხისმგებლობაში გადასვლა არ უნდა, რომ აი ურთიერთობაზე აიღოს პასუხისმგებლობა. აი რაღაცა არჩევანი აქვს გასაკეთებელი, რეალურად კი არის ეს ადამიანი გატრიალებული და წასული ამ ურთიერთობიდან, ეგონა რომ აღარაფერს აღარ აძლევდა ეს ურთიერთობა, მაგრამ ამ ადამიანს ძალიან დიდი მონატრება და სიყვარული აქვს. მართალია ძალიან გაეწელა მოსვლა, იმიტომ რომ ურთიერთობებში საკმაოდ ნელი პიროვნება, ისე შეიძლება ძალიანაც ენერგიული ჩქარი და ისეთი ტემპერამენტიანი ადამიანია, მაგრამ რაც შეეხება ურთიერთობებს, ძალიან ბევრს ფიქრობს და ძალიან გაეწელა მოსვლა და ზუსტად იმის გამო, რომ არჩევანი ქონდა გასაკეთებელი და აქვს და ეს პიროვნება გაანულებს ამ ყველაფერს, ანუ გააკეთებს არჩევანს ეს პიროვნება. ძალიან სწრაფად, მეგობრებო. გასაგიჟებელია. აი ის ადამიანია ზუსტად, მეგობრებო, ხმლების მეფე ამოვიდა. ის ადამიანი, ვის გამოც ხართ აი ახლა ასეთ ცუდ მდგომარეობაში, ეს ადამიანი აუცილებლად ძალიან სწრაფად და მომწერეთ მერე. მე მგონი წინა გაშლაზეც რაღაც ესეთი ამოვიდა ყოფილის დაბრუნებასთან დაკავშირებით, როგორც მახსოვს და აი ეხლაც ძალიან სწრაფად ექნება ამ ადამიანს მოქმედებაზე გადასვლა. და თქვენთან კომუნიკაციაზე გამოსვლა.
თქვენ მისთვის აი ამ წუთას არ ვიცი, შეიძლება საერთოდ აღარც ეკონტაქტებით და აი გაუცხოვებული ხართ მის მიმართ და ძალიან ისეთი მიუწვდომელი გახდით მისთვის და ეს ყველაფერი მისთვის არის ძალიან ძალიან მძიმე ტვირთი. ვერ იტანს ამ ყველაფერს და ამიტომ უნდა ნაბიჯების გადმოდგმა თქვენსკენ რაღაცა ახლის დაწყება სრულიად. იმიტომ რომ თვითონაც ცუდად არის. ისე თქვენ წარმოიდგინეთ, თვითონ თქვენზე მეტად ცუდად არის ეს ადამიანი. თქვენ რაღაცა უკვე იმ ეტაპზე ხართ, რომ გამოდიხართ თითქოს ამ მდგომარეობიდან და ეს პიროვნება თქვენზე მეტად ცუდად არის. შიში აქვს, რომ ნაბიჯი გადმოდგას. იცის, რომ თქვენ საკმაოდ ისეთი პიროვნება ხართ, რომ მოკლედ აი ესეთ პაჟური ნაბიჯების გადმოდგმა ხვდება, რომ აღარ გაჭრის თქვენთან რა. რაღაცა ვალდებულება უნდა იყოს, რაღაცა პასუხისმგებლობა უნდა იყოს ამ ურთიერთობაზე. და ზუსტად აი ამ შიშების გამო არის ამდენი ხანი ესე გაყინული და გაჩერებული ერთ ადგილზე. მაგრამ ტრანსფორმაციაშია ძალიან ეს პიროვნება. ძალიან სირთულეებს გადის და აი ამ ტრანსფორმაციის პერიოდში მიხვდა, რომ შეყვარებულია თქვენზე, რასაც ოდავრია, მართლა ჩემო. ამდენი ხანი იმიტომ არ დგავს ნაბიჯებს, რომ საკუთარ თავს ატყუებს. ანუ უყურეთ ნაბიჯების გადმოდგმა უნდა, მაგრამ უყურეთ მთვარე, შვიდიანის ხმლები. საკუთარ თავს ატყუებს ეს პიროვნება და აჯერებს, რომ არაფერი ისეთი არ არის, რაც სიყვარულთან, ანუ ამ ყველაფერს სიყვარულთან კავშირი არ აქვს არაფერი და ანუ იმ დონეზე არ უნდა რომ რაიმე მაგდაგვარი იგრძნოს ამ პიროვნება, არ უნდოდა. მაგრამ ხვდება ნელ-ნელა, რომ ძალიან უკვე ცუდად არის მისი საქმე და მოვა აუცილებლად მოვა ძალიან დიდი სწრაფად გითხარით და დიდი ცვლილებებით. საინტერესოა. რა თქმა უნდა, манипуляციებს მაინც ვერ მოეშვება და რაღაცა თავისი манипуляციებით მოვა აუცილებლად, მაგრამ თქვენ მასზე ძალიან დიდი ზეგავლენა გაქვთ. მეგობრებო, ძალიან დიდი ძალა გაქვთ. ანუ ის ეხა თქვენგან რომ წავიდა ახლა ვიღაცას ხვდებოდა, წერდა, რა შვებოდა, არ ვიცი. იქიდან გამომდინარე დაასკვნა ამ პიროვნებამ, რომ თქვენ რომ იყავით მისთვის ისეთი არავინ. მთელი სამყარო. ასე დავასრულებ. მეც აღარ გავშლი. მთელი სამყარო ხართ მისთვის. ვნახოთ აბა როგორ დაბრუნდება, რას იზამს. საინტერესოა. მომწერთ მე ან დამიწერეთ კომენტარებში, რომ გამოვიდა ეს ადამიანი კონფლიქტზე. ძალიან მაინტერესებს. რამდენად სერიოზულ ნაბიჯებს გადმოდგამს ეს პიროვნება თქვენსკენ. დაგემშვიდობებით მეგობრებო. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ფასდაკლებები მაქვს 60 ლარის ნაცვლად 40 ლარი ვრცელ გაშლებზე. კითხვების რაოდენობა არ არის შეზღუდული. ასე რომ შეგიძლიათ დამეკონტაქტოთ. დროებით